Ცხების დროს რა უნდა ახსოვდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს. მე მინდა შეგახსენოთ პირველი ზეთისხილის რტო, რომელიც გამოჩნდა ნოესთან. როდესაც წყალმა იკლო, ნოემ გაუშვა ყორანი და ყორანი არ დაბრუნებულა, ყვავი ყორანი. გაუშვა მტრედი და მტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო. ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგის ნიშანი, ეს არის შერიგების ნიშანი ადამიანისა ღმერთთან. ნოე გამოდის კიდობნიდან და ჩდება ცისარტყელა, მაგრამ სანამ ცისარტყელა გაჩნდება, ნუგეშის ნიშნად წრეს მოაქვს ზეთისხილის რტო. თუ გახსოვთ ძველთქმაში დავით მეფსალმონე მოგეცნებათ იყო მწყემსი, სანამ გახდებოდა მეფე, ხო? ერთ ადგილზე მის ცხვრებს, მას ძალიან მოყვარდა თავისი ცხვრები, დაეხვევიან ბევრი ბუზები და საწყალი ცხვრები ისე იტანჯებიან, რომ კლდეს აკეთებენ თავს, რომ განთავისუფლდნენ ბუზების შემოტევისაგან. ებრაულად ეშმაკის მთავარს ბელზაბელი ქვია, რაც ნიშნავს ბუზების მბრძანებელს. დასაოცარია, დავუკვირდით კარგად. ეს არის სიმბოლო იმისა, როცა ადამიანს ძალიან შეაწუხებენ არაწმინდა სულები, მან უნდა იცხოს ზეთი. ოღონდ პირდაპირ გაგებით ზეთი კი არა. დავით მეფსალმუნე ბრძანებს, მე მგონი 23 ფსალმუნში თუ არ მეშლება, განაპოხე ზეთითა თავი ჩემი. ზეთი სიმბოლო არის სულიწმინდის მადრის. ანუ როცა ჩვენ საიდუმლოებაში ვიღებთ მონაწილეობას, აი რატომ არის რომ შეკითხვას ვავენ, ანუ შეიძლება რომ ზეთი ვიცხოვრო.
რა თქმა უნდა შვილო შეიძლება, მაგრამ ესე ბრმად არ შეიძლება ზეთი იცხოვ, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით მოუმზადებელმა ადამიანმა ვერ დაიფიო ის მადლი, რაც უნდა მიიღო ზეთისხების დროს. განიგეთ კარგად, ჩვენ კი არ გვეზარება სასულიერო პირებს ზეთისხება, მაგრამ ეხლა დავინახე რამოდენიმე ადამიანი აღსარება არ უქვია და პირველად დავინახე რამდენი ხანი არ მოსულან. ამიტომ უმორჩილესი თხოვნა მექნება, რომ ეს მადლიერების ნიშნად მიიღეთ, რომ ღმერთმა ეკლესია მოძღვრება თქვენთვის ვილოცე ზეთისხეთ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ სინანული, თქვენ გჭირდებათ თავდაბლობა, უბრალოება, სიმდაბლე. აი, როდის იწყება? ძალიან მარტივად, არ მინდა ეხლა ამ ესეთად რომ ხედავთ, დაგიშვათ ესე მარა. როდის იწყება? 1-2 გამოვლინება მინდა გიქრათ ადამიანში სულიერი ცხოვრების. აი, მაგალითად, შენ ინახავ მარხვას და ასრულებ შენ კანონს, რომელიც დაგიდგინა მოძღვარმა. მიხვედი ხატებთან, დაიწყე ლოცვა, ამ დროს დედა, სოლი, ან ვინმე, მოკლედ მამა გეუბნება, რომ წადი პური მოიტანე. რას გააკეთებ? თუ ფარისეველი ხარ, აყვირდები და იტყვი, რომ რა დროს პურის მოტანა ვერ ახედავთ, ლოცვას ვკითხულობ. და ეშმაკი ხარ, შენ ეშმაკი იყავ, ეხლა შენიდან მე ეშმაკი ველაპარაკებ. თუ თავდაბალი ადამიანი ხარ, დახურავ წიგს, მობრუნდები, წახვალ, იყიდი პურს და მოხვალ და გააგრძელე. ღმერთი დაგიცდის, არსად არ ეჩქარება ღმერთს. ეხლა იტყვით, რომ როგორ ღმერთს ზოგი უნდა შევაქციო და ადამიანს უნდა ვასიამოვნო, ამით რას გამოხატავ შენ? თავდაბლობას. თავდაბას უსმენს ღმერთი. მადლი ღმერთისგან მოდის თავდაბალ ადამიანზე, ხოლო ამპარტნავანთა შემოსრავს. ამპარტნავან ადამიანმა 30 ჯერაც რო იწყოს ზეთი და ყოველ დღე ეზიაროს, ვერ წონდება თუ ადამიანს თავდაბლობა არ აქვს. აი, ზეთისხების დროს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს თავდაბლობა. ეხლა ახალი აღთქმიდან გეტყვით ყველაზე ნათელი მაგალითი. აი, წარმოვიდგინეთ, ხა მე გეტყვით ძალიან მარტივად თანამედროვე ენაზე, ჩემთან მოვიდეს სომეხი ქალბატონი, ან ოსი ქალბატონი, ან აფხაზი ქალბატონი. და მე უთხრა, რომ ქალბატონო, მე ჯერ ქართველებს უნდა ვსხო ზეთი, მე ქართველებს უნდა ჩაუტარო პარაკლისი და თქვენ გვერდზე გაიწიეთ ცოტა ხანი. და რას მეთქვის ეხლა ის თანამედროვე სომეხი ქალბატონი? ხო, წევლად პრობლემ ამეკიდებს და წავა, ხო, აქედან. აბა ეს არის მგდელი, აბა ესენი არიან მართლმადიდებლები? რა გააკეთა ქანაანელმა ქალბატონმა? არა უშავსო. ესე იგი, რა უთხრა ქრისტემ? ჩემი ასულიო არის ცუდათო და განკურნეო მოძღვარო. მე ჯერ მოვედი ისრაელის დაღუპულ შვილებთან. მე ჯერ მოვედი და ებრაელები გადავარჩინო. მე რა მოხდაო? ზაღლებიო, თავისთავად ზაღში ადარა, ხო ჭამენო სუფრიდან გადმოცვენილი ნათესებისაგან. მიუბრუნდა მოციქულებს და ეუბნება, ასეთი რწმენაო მე ისრაელში არ ვინახია. განკურნება სჭირდება თავდაბლობა, ჩემო გაგებო. თავდაბლობა. უძლურვა და შემიწყალე მე. სოდვილი ვარ უბრალოდ, ჩემი სოდვების გამო ვარ ეხლა მესნეულებაში. არავის არაფერს არ აბრალებ და ევედრები ქრისტეს, ევედრები, რომ აი ეხლა მამებმა რო ზეთი ცხეს, ეს იყოს სამკურნებლად, ეს იყოს მოწყალება შენ, მე არა ვარ ამის ღირსი, მე არა ვარ ნამდვილად ამის ღირსი, მე არც გულობის ღირსი ვარ, არც თქვენ ახართ ამის ღირსი, მაგრამ ყველაფერი ჩემო ძვირფასებო ეკლესიაში აღესრულება მადლითა და გასმოპარებითა. კანონებით ვერავინ ვერ წონდება, წესებით, რაღაცები. ეს ყველაფერი ძველ აღთქმაში იყო, სხვარი უნდა მაგეკლათ რომ ეს დააშავებდი ან ზროხა, ან კამეჩი მოკლედ ან ტრედი და მართე უნდა მიგეყვანა, მაგრამ ამან ვერასწორა. ვერავინ ვერასწორდა, ამით ეს ყველაფერი ქრისტემ აღასრულა ჯვარზე, დაეკრა სისხლი დაღვარა, დასრულდა ძველი აღთქმა და დაიწყო ახალი აღთქმა. ახალ აღთქმაში როგორ უნდა ვწონდები? მართლა შევინახავ და ვწონდები, ვერ ვწონდები. ყოველდღე რო სიკეთე ვაკეთო, ვწონდები ვერა. თუ მარტო მარხვით შეიძლება ვწონდება და სიკეთით შეიძლება ვწონდება, ყველა შეუძლია მაშინ ვწონდეს. მაშინ მოციქულები სვავენ კითხვას, აბა ვის შეუძლია უფალოს ვწონდეს? შეუძლებელი გასთაგან, შესაძლებელია ღვთისა მიერ. ჩვენ ვეცადოთ, ვიმარხულოთ, ვილოცოთ, დავმდაბდეთ და ღმერთი მოიგებს მოწყალებას და გვაწყობებს. ინახიათ ხატი კეთილგონიერი ამაზაკის, როგორ უყურებს აბრაამი გაოცებული თვალებით. აბრაამის წიაღია გამოსახული, აბრაამის წიაღში მთელი ძველი აღთქმა მოიაზრება, ძველი მართლები და ხედავენ, რომ ავაზაკი ჯვრით შედის 60-ში. და გაოცებული უყურებს აბრაამი, ეს ვინ არის, კაცო?
თუ შესვლა მე უნდა შევიდე, ხო, აბრაამი ვარ, ძველი აღთქმით მამამთავარი ვარ, ჩემგან მოდის სამი რელიგია, ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი და ეს ვინ არის, რომ ჩემზე ადრე შედის? ვინ არის და ავაზაკე? და როგორ შევიდა და დაიმდაბლა თავი, შენ ერთხელ ნაგვემ, ნაცემ, კაცს ეუბნება რომ მომიხსენე უყვა მოდეს, მოგვიდეს უყევითა შენითა და რა მიიღო პასუხი? მოიცადე ხო, ეხლა შენ უნდა ეს გააკეთო, ის გააკეთო და მე შეყვარ, არა? დღესვე ჩემთან ახარ შენ სამოთხეში. აი ამიტომ გაცხედ ზეთი, აი ამიტომ მოწყალენი ვარ, ვდლები რომ არ გეუბნები, აი წადი და ეხლა ეს გააკეთე, ის გააკეთა და მე მოდი, არა, რახან დღეს მოხვედი, უნდა გაცხოზეთი, რახან დღეს მოდი, უნდა გაზიარო, უნდა დაგლოცო, უნდა გაკურთხო, რომ შეიძლება ხოლმე ვეღარ მოხვედი, ან ვერ დაგხვდე. გესმით? დღეს არის ჩვენი ცხონება, დღეს არის ჩვენი განკურნება. ზოგმა იცის ხოლმე, რომ იქაც შეიძლება ვიცხო, იქაც შეიძლება ვიცხო. თუ ერთხელ არ გამომჟღავნდა ღვთისნება, მეორედ გამომჟღავნდება. ერთხელ მოდი წმენით, ერთხელ საკმარისია და იცხე და განეკურნები. თუ არ დამდაბლი, ვერ ამაღლდები. თუ არ ილოცე, არავინ არ შეგიწყალებს. თუ სახარებას არ კითხულობ და თუ სიმდაბლეს არ მოიპოვებ მართვაში, რაღაც დაიცა ჩემო კარგებო. ლაზარეს შაბათი, ბზობა, ბაიაობა და ნები შვიდეული. გავიდა ხუთი კვირა რა ამერე. კარგად მართულობ ზოგი ამბობს, არაფერი არ დამირღვევია. აი გარე ჩვენი აპარტამენტება რომ გონია რომ კარგად მართულობ, მაგრამ თავდაბალი იტყვის, არა მამა, ვერაფერი ვერ მოახერხე. ვერაფერი ვერ შევასრულე, ეს როგორ გამექცა ეს მართვა. მაგრამ არა უშავს, აგერ 7 დღე დაგჭა და აი ამ 7 დღეში მოვასწროთ ყველაფერი. მერთმა დაგლოცოთ ჩემო კარგებო, მერთმა შეიწიროს დღევანდელი ჩვენი სინანულით წარმოთქმული ლოცვები და წმენით წაბრძანდით სახლში. არ მინდა რომ გავჩნდე და კიდევ მითხრა, მას ხო ვარ ყველას ეუბნება რომ წმენით მოგეგოს შენ ყველაფერი. მაგრამ არავინ არ ჩივის ურწმუნოებაზე. ერთი თვარეული ჭაბუკის მამა ჩივის, რომ მოხედეო ჩემ ურწმუნოებას. თხოვთ, რომ დღეს ღმერთში ავედრე თქვენი თავი, რომ ღმერთო, მცირედ მორწმუნე ვარ და ჩემ მცირედ მორწმუნეობას მოხედე, რომ ჩემი წმენა გაიზარდოს და ჩემი გაზრდილი წმენით მე მიიღო წყალობა, სიკეთე და კურნება და ასე შემდეგ. იშვიათად თუ ვინმე ჩივის, ხო, თავის სარწმუნოებაზე, რომ პირიქით ხებზე ამბობს, რომ ისინი არ დადიან, არ მახულობენ, არა. ჩვენ გვაქვს ჩემო კარგებო, მცირე სარწმუნოება, ძალიან მცირე, ისეთი რომ არ ყოფნის განკურნებას. ამიტომ პირველ რიგში დღეს განსაკუთრებით თხოვოთ ღმერთს, რომ მოხედოს ჩვენ სარწმუნოებას და ჩვენი წმენა გააძლიეროს იესო ქრისტე. მერთმა დაგლოცოთ, აგახაროთ, შაბათს გელოდებით, ლაზარეს შაბათია, ლოცვა იქნება